სტუდია. მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკაშვილი. დღეს გვექნება იურიდიულ თემაზე ბუნებრივია საუბარი, ვინაიდან სამშაბათია დღეს. აი ესეთი საინტერესო თემა გვაქვს, ახალი პროგრამა სააპელაციო სასამართლოში. ეს გახლავთ საქმეთა მართვის პროგრამა, რომლის შესახებაც გესაუბრებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ვალერი ცერცვაძე. მოგესალმებით ბატონო ვალერი, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მოგესალმებით. თემა ძალიან საინტერესოა. მათთვის, ვისაც საქმე აქვს სასამართლოში, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა გამარტივებისათვის, მათი ხელშეწყობისათვის, მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისათვის, მოდით ასეც ვთქვათ და აი კონკრეტულად კერძოდ საქმეთა მართვის პროგრამა რას გულისხმობს ჯერ ამის თაობაზე რომ უთხრათ ჩვენს მსმენელებს. ტელეფონების ნომრები შევახსენებთ თქვენს ნებართვით მანამდე ვიდრე საუბარს დაიწყებთ 40 91 92 და 40 92 92. აი ამ ტელეფონებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენ სტუმარს ბატონ ვალერი ცერცვაძეს ღია ეთერში. მაშასე საქმეთა მართვის პროგრამა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მე მინდა რამოდენიმე სიტყვით მოგახსენოთ თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს რა პროგრამა არის. უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს ეფექტურობის შეფასებისთვის აუცილებელია არსებობდეს კომპონენტები, რომლის მიხედვით მოქალაქეები თავად განსაზღვრავენ, რამდენად სწრაფად და ეფექტურად მუშაობს სასამართლო. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომლის მთავარი ამოცანა გახლავთ ერთის მხრივ სასამართლოს ეფექტურობის გაზრდა, მართლმსაჯულების ეფექტურობის გაზრდა და მოსამართლეებისთვის და სასამართლო მოხელეებისთვის უფრო სწრაფი საქმიანობისთვის ხელშეწყობა. და მეორეს მხრივ ეს რა თქმა უნდა გახლავთ მოქალაქეებზე ორიენტირებული პროგრამა, რაც ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. კერძოდ კი მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ამ პროგრამის მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ინფორმაცია, ნებისმიერი ინფორმაცია მის საქმესთან დაკავშირებით. ანუ უფრო დეტალურად რო ვთქვათ, როდესაც მოქალაქეს დავა აქვს სასამართლოში, ან თუნდაც იურიდიული პირის ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ცხადია მას აინტერესებს უპირველეს ყოვლისა მისი საქმე მიღებულია თუ არა წარმოებაში, რომელ მოსამართლესთან მოხდა. ხომ არაფერი შენიშვნა აქვს სასამართლოს ამ მის სარჩელთან დაკავშირებით და რაიმე ხარვაზე ხო არ იქნება დადგენილი, როდის ჩაინიშნება სასამართლოს ხდომა და ასე შემდეგ. ეს ყველა ეტაპი, რომელიც მე ჩამოთვალე და კიდევ ძალიან ბევრი სხვა ეტაპი, რომელიც საქმის განხილვას და დასრულებას გულისხმობს, გაწერილია ამ პროგრამაში და მოქალაქეს სპეციალური კოდის მეშვეობით აქვს წვდომის შესაძლებლობა. თვითონ შეუძლია შევიდეს ამ პროგრამაში, ნახოს მხოლოდ მისი საქმე, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში და ყველა ეს ეტაპი თვითონვე იხილოს. და ადრე თუ ამისათვის მას სჭირდებოდა ნაცნობი მეგობარი ადამიანი, რომელიც სასამართლოში მუშაობს და შეუძლია მას ეს ინფორმაცია გამოუტანოს, გამოჟონოს ინფორმაციამ და ეს ცნობილი თქვა ბიუროკრატიული პრობლემებთან იყო ხოლმე დაკავშირებული. ეხლა მარტივად თუ კი მას აქვს კომპიუტერის სახში შევა და ამ ყველა ინფორმაციას მიიღებს და ნახავს. უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ არ დავჯერდით იმას, რომ მხოლოდ მოქალაქეს როცა თქვა გაუჩნდება სურვილი, მაშინ შევიდეს და მაშინ ნახოს. და გადავწყვიტეთ, რომ თუ კი თქვა პროგრამაში რაიმე ცვლილება მოხდა, ან თქვა საქმესთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება მოხდა, ჩვენ თვითონ უგზავნით მოქალაქეს, თუ კი რა თქმა უნდა მითითებული აქვს მას ელექტრონული პოსტის მისამართი და ერთჩვენიერ დღეს გახსენს ეს ადამიანი თავის ელექტრონული პოსტას და ნახავს, რომ მას აქვს შეტყობინება სასამართლოდან. და რას ეხება შეტყობინება, შეუძლია შევიდეს, გახსნას, აღმოჩნდება ის პირდაპირ იმ პროგრამაში და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც კი თქვა სიახლე არის, მაშინვე იხილავს. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ინფორმაცია ასევე SMS-ის საშუალებითაც გავუგზავნოთ. ვინაიდან SMS-ი არა მხოლოდ ელექტრონული პოსტის, ვინაიდან როგორც გამოკითხები აჩვენებს, ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს ელექტრონული პოსტა, დღეისდღეობით მათი რაოდენობა, მაგრამ მაინც ბევრს არ აქვს, მაგრამ მობილური ტელეფონი კი ფაქტიურად ყველას აქვს და ასევე მათ მობილურ ტელეფონზე დახედავენ უცბად და ნახავენ, რომ თუმცა სასამართლომ მას შეტყობინება გაუგზავნა და აცნობებს, რომ თქვენს სარჩელზე სასამართლომ დაადგინა ხარვეზი.
და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად თქვენ გაქვთ 10 დღის ვადა და დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერზე, შეგიძლიათ იხილოთ ეს საიტი, შეხვიდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან მობილური პროგრამა, რომელიც პირდაპირ კავშირს ამყარებინებს და ალბათ არა მხოლოდ ხარვეზე, რაიმე სხვა საინტერესო მისთვის რაც არის, ალბათ ყველაფერს ასე ატყობინებთ. მე რო ჩამოთვალე თქვათ, რომ ძალიან ბევრი საკითხი აინტერესებს. პირველი არის ის, რომ მართლა სასამართლო მიიღო თუ არა საქმე წარმოებაში, რომელი მოსამართლესთან მოხდა და ხომ არ არის ხარვეზი. პროგრამა არის მოწყობილი ასე, როდესაც საქმე შემოდის, იწერება რა თქმა უნდა მისი რეკვიზიტები, მხარეები ვინ არიან, წარმოადგენელი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ სხვადასხვა გადაწყვეტილებს ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ელექტრონულ ფაილებსაც ვაბავთ და ეს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ მათ ნახონ თვითონ ეს გადაწყვეტილება და ეტაპობრივად ხდება ამ პროგრამის შევსება. ანუ პირველი მოქმედება რა განახორციელა სასამართლომ? პირველი მოქმედება იყო ის, რომ საქმე იყო ხარვეზიანი სარჩელი, სასამართლოს ხარვეზი დაადგინა, ამის თაობაზე მიიღო განჩინება, განუსაზღვრა მხარეს 10 დღიანი ვადა ამ ხარვეზის შესავსებად და ეს ინფორმაცია პროგრამის ამუშავებამდე მას პოსტით გადაეგზავნებოდა. ეს პოსტის გადაგზავნა დაიკავებდა დაახლოებით 4-5 დღეს და ხანდახან შეიძლება თქვა ერთი კვირაც ყოფილიყო. აი, როდესაც ჩაბარდებოდა, იქიდან ითვლებოდა ეს 10 დღიანი ვადა. დღეს SMS-ით შევატყობინებთ მას, ელექტრონული პოსტით გაუგზავნოთ, რომ თქვენ ხარვეზი დადგინა თქვენ საქმეზე და მანამ სანამ პოსტა მივა და ეს ადამიანი მაშინ გაიგებს თუ კი რა არის დეტალები. პირდაპირ შედის ამ პროგრამაში, ნახულობს რომ თურმე ხარვეზი დაუდგინდა, ხარვეზთან დაკავშირებით ჩვენ სპეციალურ ფაილს მივამაგრებთ, ანუ ამ განჩინებას, რომელთაც ხარვეზი დადგინდა და მოქალაქე გახსნის ამ პროგრამას, გადმოიწერს ამ სასამართლოს განჩინებას, იმას, რომელსაც ერთი კვირა უნდა დალოდებოდა და სანამ ეს პოსტა მოუვა მას უკვე წერილი პოსტის მეშვეობით, გამოასწორებს ეს ადამიანი ხარვეზს და უკვე შემოიტანს გამოსწორებას. და ბატონო ვალერი, ვადა უკვე პოსტა როცა მიდის იქიდან ითვლება მაინც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ, რომ ეს ჩვენი შეტყობინება ატარებს ამ შემთხვევაში წმინდა სარეკომენდაციო საინფორმაციო ხასიათს და არავითარ შემთხვევაში მოქალაქეებს ჩვენ ვადას არ ჩაუთვლით. ჩვენი კარგი გათვლით და პროგნოზით ეს პროგრამა იმდენად აქტიურად დაინერგება მოქალაქეებში, რომ ალბათ წარმატებული ადვოკატები და თქვათ ის მოქალაქეები, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ამ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებთან, შეიძლება მათ გითხრან, რომ იცით რა, ჩვენ უკვე ჩავთვლით ამას ჩავარებათ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს, უკვე ჩვენთვის ცნობილია და მე აღარ მინდა, რომ აღარ გამომიგზავნოთ იცით რა პოსტა, ну, პრინციპში ჩემთვის დამატებითი ტვირთია, რომ ეხა იმ პოსტის კიდე წაკითხვა და ასე. მე უკვე გავიგე, თქვენ რა გნებავთ, მე ეს უკვე გამოვასწორე და ამით ეს კომუნიკაცია დაჩერდება. შემდეგი ეტაპი გავიდა თქვათ, რომ ამამ ხარვეზი შეავსო და საქმე წარმოებაში იქნა მიღებული. წარმოებაში, როდესაც იქნება მიღებული, ასევე ამის თაობაზე ვაცნობი და აი უკვე ამის შემდეგ ხარვეზი რადგან უკვე სრულყოფილია, მეორე მხარეს გადაეგზავნება მასალები და ეცნობება ამ სარჩელის შესახებ. ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი პოსტით გაეგზავნება მასალები, მაგრამ აი მეორე მხარეს უკვე ამ დროს უგზავნით ჩვენ შეტყობინებას, რომ თქვენს წინააღმდეგ შემოტანილი სარჩელია, რომელზეც მასალები გამოგეგზავნოთ პოსტით. ეს შეიძლება მოქალაქემ თქვას, რომ რა ჩემთვის სურპრიზია, ვინ მიჩივის, რა ხდება, როგორ ხდება, რაშია საქმე, ნახავს იქ რაც ელექტრონული დოკუმენტებია და შეიძლება თვითონაც მოითხოვოს, რომ მე მოვალ სანამ პოსტა მოვა და მე გამატარებ, რა თქმა უნდა. ანუ ეს ყველაფერი ძალიან აჩქარებს, ძალიან ასწრაფებს აი ამ კომუნიკაციას და მე ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის ძალიან ასე ვთქვათ, ხელსაყრელი პროგრამა იქნება, ფაქტობრივად დამოკიდებულები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სასამართლოში საქმეს აწარმოებენ, დამოკიდებულები იქნებიან ამ პროგრამას. ბატონო ვალერი, თქვენ ბრძანეთ უკვე, რომ ეს პროგრამა მუშაობს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჯერჯერობით საპილოტე შემოწმება ხო პროგრამის. როდის აპირებთ, რომ დაენერგოს უფრო ფართო მასშტაბით? აი მე გეტყვით ახლა. და ალბათ ყველა ინსტანციაში, ხო? გეტყვით ახლა ეს პროგრამა ამ ეტაპზე საპილოტო ხასიათს ატარებს, მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოქმედებს. მინდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა ძალიან ასე ვთქვათ, მარტივად არის მოწყობილი, საკმაოდ ინფორმაციულია, ძალიან ბევრი ფუნქციების მატარებელია, თუმცა ადვილი და მარტივად მოსახმარია და ასევე ერთ საიდუმლოსაც გაგიმხეთ შესაბამისად საკმაოდ იაფი სიამოვნება გახლავთ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის. მაშინ როდესაც ამ ტიპის პროგრამები უცხოეთში და შესაძლებელი აქაც რამდენიმე ასეულობით 1000-ზე არის საუბარი და ეს პროგრამა ფაქტიურად 10000 ლარს ჯერჯერობით არ გაცილებია მისი ასე ვთქვათ დამუშავება. მე საიდუმლოს გაგივხილეთ როგორ მოახერხეთ. აი მაგას უკვე ნამდვილად არა, კი ბატონო. თუმცა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მე გეტყვით, რომ მიდგომა იყო ამ პროგრამის შემუშავებისთვის ძალიან მარტივი. თავდაპირველი საჭიროება რაც ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს, რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე იყო აქცენტი გაკეთებული და მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ამ პროგრამის შემუშავების დროს ამ პროგრამისტის წინაშე დაყენებული, რომ პროგრამას უნდა ქონდეს შესაძლებლობა მუდმივად გაიზარდოს.
დავაშენოთ მას დამატებითი ფუნქციები და დღითი დღე გახდეს სრულყოფილი, რაც ფაქტიურად ასეც ხდება. თავდაპირველი ვერსია ამ პროგრამას ასეთი არ იყო. ძალიან ბევრი ფუნქცია დაემატა. კიდევ კვლავ ბევრი ფუნქციას ვამატებთ ჩვენ და მე ასევე გეტყვით, რომ სულ მალე ამ პროგრამას ექნება შესაძლებლობა სტატისტიკურად დაითვალოს ყველანაირი რეკვიზიტი, რომელიც ამ პროგრამაში იქნება. ეს უკვე სასამართლო შიდა საქმიანობის იქნება ძალიან კარგი. გარდა ამისა, პროგრამას ექნება შესაძლებლობა, რომ როდესაც მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადადება უნდა სასამართლო პროცესის და აინტერესებს, რომ კონკრეტულ ადვოკატს ზემდგომ ინსტანციაში ხომ არ აქვს ჩანიშნული ამ დღეისათვის საქმე, შემოვა ამ პროგრამაში და ნახავს, რომ ამ ადვოკატს სააპელაციო სასამართლოში ხომ არ აქვს დანიშნული პროცესი, რომ იმ დროს არ მოხდეს დამთხევა. გარდა ამისა, მოსამართლეს თუ კი დღეს აქვს ეგრეთ წოდებული დავთარი, სადაც ჩახედავს და როდის აქვს მას პროცესების განრიგი ჩანიშნული, ეს უკვე ელექტრონული მეშვეობით პროგრამის მეშვეობით ნახავს თავისუფალ დროს და პროგრამა თვითონ იტყვის, რომ აი ამ დღეს გაქვს თავისუფალი და შეგიძლიათ ამ დროს ჩანიშნოთ და ასე შემდეგ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს ამ პროგრამას, რომელიც შეიძლება გამომჩეს კიდევაც უკვე იმდენად ბევრი ფუნქციის მატარებელია, თუმცა მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან ასე ვთქვათ გამოსაყენებელი პროგრამა იქნება. ბატონო ვალერი, რა კი უკვე უთხარი ჩვენს მსმენელებს, რომ პროგრამა დაინერგა უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოდით პრაქტიკის თაობაზეც უთხრათ, აი როგორ შეხვდა ამას საზოგადოება, როგორია ინტერესი, როგორ სარგებლობენ აი ამ საოცარი და კარგი სერვისით? მე გეტყვით, ძალიან კარგი შეკითხვა არის. პირველ რიგში საზოგადოების მხრიდან იყო რეაქცია გაკვირვების. ნამდვილად მოულოდნელი იყო, რომ ჩვენ აი ამ ტიპის სერვისს შევთავაზებთ მოქალაქეებს იმ ფონზე, როდესაც ძალიან ვთქვათ ბევრი სხვადასხვა ასე ვთქვათ პოლიტიკოსი იქნება თუ სხვადასხვა ადამიანი ცდილობს რომ სასამართლოს რაღაც დისკრედიტაცია მოახდინოს, ამ ფონზე აღმოჩნდა რომ თურმე სასამართლოს საკმაოდ კარგი პროდუქტი მოუზადებია, მოქალაქეებზე ორიენტირებული პროდუქტი მოუზადებია და სწორედ მათი ინტერესების დასაცავად შეუქმნია პროგრამა და ძალიან ბევრი მადლობის წერილი მოგვივიდა ადვოკატებისგანაც, მოქალაქეებისგანაც და ისეთ სიტყვიერ საუბარშიც ისინი აღნიშნავენ ამას, რომ ჩვენ ძალიან შვება მოგვეცა ამის გამო, არის ადამიანები, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს და არ შეუძლია თვითონ ნახოს ეს ყველაფერი. მას შეუძლია თქვათ მისი მეგობრის ან მეზობლის თუ ნათესავის მეშვეობით მონახოს, თუ ესეც არ აქვს, მას შეუძლია პირდაპირ მოვიდეს სასამართლოში და თქვათ ჩვენი მისაღების სპეციალური კონსულტანტები მას აუმწურო პასუხს გაცემენ სწორედ ამ პროგრამაზე დაყრდნობით და მიაწვდიან ინფორმაციას. გარდა ამისა, ჩვენ საიტზე გვაქვს ასევე შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში მოქალაქეებთან მიწერ-მოწერა განვახორციელოთ. ანუ ერთგვარი ასე ვთქვათ ჩათის მაგვარი ტექნიკა დაინერგა, რომელიც აპრობირებულა სხვადასხვა საიტებზე და ჩვენ შეგვიძლია მოქალაქემ მოგწეროს კითხვა მაშინვე და მაშინვე მიიღოს არა ელექტრონული წერილი, რომელიც რამოდენიმე ხანი ჭირდება, შეიძლება ვთქვათ დღეს დაჭირდეს, ორი დღეს პასუხს არ მიიღე, მაგრამ პირდაპირ მიიღე პასუხს, თუ კი რამე ვერ გაიგე და ფაქტობრივად მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მოქალაქეებს არ უნდა დარჩით არც ერთი კითხვა პასუხი გაუცემელი. ვინაიდან თუ კი მოქალაქეს აქვს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია თუ როგორ მოახდინოს სასამართლოში სარჩელის აღძვრა, როგორ მოახდინოს იქ წარმოება, აქვს ყველა ინფორმაცია სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯის შესახებ და სამომავლო თქვათ დაგეგმილი თქვათ პროცესი იქნება თუ ღონისძიების შესახებ, მე ვფიქრობ, რომ მოქალაქე ძალიან გაუადვილდება თავის დაცვა, თავის ინტერესების განხორციელება და ეს ყოველივე ობიექტურ და სწრაფ მართლმსაჯულებაზე აისახება. და ეს ნიუანსიც ძალიან საინტერესო ბრძანეთ ახლა ბატონო ვალერი, ეს ჩათის პრინციპით კითხვა-პასუხის ესე იგი დიალოგი ერთგვარი, ხო? ეს როგორ ხორციელდება ეს Skype სერვისი თუ როგორ ქვია? Skype-ით ხორციელდება, ვინაიდან ყველაზე მეტად გავრცელებული Skype არის, ვისაც Skype-ი დამონტაჟებული აქვს, ის ამ ჩათის მეშვეობით შემოდის ამ პროგრამაში. მე გულისხმობ აი თქვენთან იქ სასამართლოში ვინ არის, რამდენი ადამიანია დაკავებული? ამისთვის გამოყოფილია ორი ადამიანი, რომელიც მისაღებში ზის და მათი ძირითადი ამოცანა აი ასეთი წერილებზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ და ასევე სასამართლოში მოსული მოქალაქეებისთვის შესაბამისად კომპეტენტური პასუხის და ინფორმაციის მიწოდება. იყენებენ ამ სერვისს? ძალიან ასე ვთქვათ, კარგად იყენებენ ამას დღითი დღე. ჩვენი მოქალაქეები მე ამას გულისხმობ. ხო და ამას გეუბნებით მეც რომ დღითი დღე ამ მოქალაქეების რიცხვი, რომელიც ამას იყენებს, იზრდება და ამერწმუნეთ, რომ სიახლის დანერგვა არ თუ ისე ადვილია. არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, ზოგადად არც თუ ისე ადვილია და ამას თქვათ ძალიან ბევრი ღონისძიების გატარება ჭირდება. და ნელ-ნელა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ისეთი სერვისი, რომელსაც მოქალაქე ეძებდა,
რომელიც მოქალაქემა შეიძლება დღეს კიდევ არ იცის, მაგრამ დარწმუნებული როგორც კი იპოვის, მას ნამდვილად ხელიდან არ გაუშვებს და გამოიყენებს თავის ინტერესების შესაბამისად. ესე იგი ეს სერვისი ამ შემთხვევაში გულისხმობს საქმეთა მართვის პროგრამას. ეს პროგრამა დაენერგება ყველა ინსტანციის სასამართლოში. აი ხო და ამაზე ვსაუბრობდი მე რომ ამ პროგრამას შესაძლებლობა აქვს რომ მე როცა ვახსენო შეიძლება მისი დაშენება, მისი გაზრდა და კიდევ უფრო სრულყოფილად გახდეს. სულ ამასინა დავაყენოთ ჩვენ ეს საკითხი ჩვენ პროგრამისტებთან და მათ გვითხრეს რომ იგივე ამ პროგრამაში შესაძლებელია მოხდეს პირველი ინსტანციების ინტეგრირებაც, ანუ ჩვენ დამატებით ახალი პროგრამის დაწერა არ დაგჭირდება და გვექნება ჩვენ დირექტორია სადაც პირველი ინსტანციის სასამართლო ავსებს იგივე ინფორმაციასაც ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეებს თვითონ მიაწვდეს და როგორც კი საქმე გასაჩირდება, აი ავტომატურ რეჟიმში წამოვა სააპელაციოში და უკვე სააპელაციოს გრაფას ჩვენ შევავსებთ და ერთ და იგივე საქმეზე გამოჩნდება პირველ ინსტანციაში რა მოხდა ყველაფერი და სააპელაციო სასამართლოში რა მოხდა. ეს თუ შემდგომში გასაჩირდა უზენაეს სასამართლოში, ასევე ეგ ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და მე კიდევ მინდა დაუბრუნდე იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრონული ფაილი მივიღოთ ამ პროგრამას. თქვენ დღეს შეგიძლიათ საქმეზე იხილოთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მან გამოიტანა და აქვე ელექტრონული ფორმით შეგიძლიათ გადმოიწეროთ და უკვე ამობეჭდოთ. ასევე ნებისმიერი ელექტრონული დოკუმენტი, რომელსაც სასამართლოში შეადგენს, ეს იქნება წარმოებაში მიღების განჩინება, ხარვეზის განჩინება, სხდომის ოქმიც უკვე დავიწყეთ ამის დანერგვა, სხდომის ოქმების მიღება ამ პროგრამას. შემდეგ რა თქმა უნდა, როდესაც საქმე დასრულდება, უკვე მოქალაქეები ელოდებიან, როდის გამოვა გადაწყვეტილება, როდის გამოიტანს მოსამართლე და როდის დაწერს ფიზიკურად გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროგრამის მეშვეობით თავაზობთ სერვისს, რომ თუ კი გამოჩნდა პროგრამაში, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებულია, იქვე ექნება მას ფაილი მიმაგრებული და ამ ფაილს გადმოეწეს და უკვე გადაწყვეტილებას მოქალაქეს უკვე სანამ პოსტით ჩაბარდება, უკვე მას ეს ექნება. ანუ მე ისე თქმა მინდა, რომ პროგრამას აქვს შესაძლებლობა, რომ ნელ-ნელა გარდაიქმნას ეს ელექტრონული საქმის პროგრამად და მე პრინციპში ერთგვარად ამოვწურავ ვთქვათ ამ პროგრამის ერთ კომპონენტზე საუბარს, რომელიც არის მოქალაქეებზე ორიენტირებული და ნელ-ნელა გადავალ ამ პროგრამის შესაძლებლობაზე, როგორ ვიყენებთ ამას ჩვენ უკვე ჩვენ შიდა საქმიანობაში. და ეს ელექტრონული საქმის პროგრამა იქნება მოსამართლისთვის ძალიან ხელსაყრელი და კარგი საშუალება, რომ თუნდაც მაგალითად სახლიდან კლავად საქმის კურსი იყოს თავის საქმეზე და თავის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნოს, საქმეს გაეცნოს და შესაძლებელია თქვა რაღაც გარკვეული მონახაზებიც კი გააკეთოს. გარდა ამისა, ამ პროგრამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მაგალითად მოსამართლის წარმოებაში არსებული ყველა საქმე აქ არის მოცემული, მოსამართლის თავმოყრილია ყველა მის საქმე ელექტრონული ფორმით და ადრე თუ თქვა ტომები ელაგა სეიფში და რამდენი ქონდა თვითონაც არ ახსოვდა, შეიძლება სამწუხაროდ იყო ეს შემთხვევებიც, ეხლა პირდაპირ ნახავს თუ რამდენი საქმე აწერია, ვის საქმეები აწერია. პროგრამა ახსენებს მოსამართლეს ერთი თვით ადრე, რომ თქვენ ამ საქმეზე შეიძლება კიდევ თქვენ ვადა გაგიგივათ ერთ თვეში. ეს შეხსენება მას მიუვა ასევე 2 კვირის შემდეგ, 1 კვირის შემდეგ კიდევ მიუვა, ერთი რამოდენიმე დღის შემდეგ მიუვა. ეს ერთგვარად შეიძლება არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურა გახდეთ მოსამართლეს, მაგრამ მეორეს მხრივ ერთგვარ ტონუსში ამყოფებს მოსამართლეებს, ეს მათთვისაც უკეთესია, რომ ბევრი საქმე არ დაუგროვდეთ და რა თქმა უნდა მოქალაქეებისთვის კარგია, რომ ასე ვთქვათ, ეს საქმეები დროულად იქნას განხილული. ასევე მოსამართლეს თანაშემწეები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული ამის შევსებაში და როდესაც მოსამართლეს აინტერესებს, რომ ანალოგიური ტიპის საკითხზე ხომ არ არის მიღებული სხვა მოსამართლეს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება პრეცედენტასაც გამოდგეს, ან თქვა საინტერესო იყოს მისი დასაბუთება, შეუძლია თანაშემწე პირდაპირ ამ პროგრამაში მოიძიოს სხვა მოსამართლეების ანალოგიურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და აგერ მოსამართლეს უკვე წინა ინფორმაცია მიაწოდეს, რომ აი თქვა შეგიძლიათ გაეცნოთ ამ მოსამართლეს გადაწყვეტილებას, რომელიც დაგეხმარებათ უკვე თქვენ საქმიანობაში. და მე წეგან ვახსენე ასევე კალენდარი, რომელიც კალენდარი იქნება და მოსამართლე ნახავს, რომ როდის აქვს თავისუფალი გრაფიკი, რომ იმ დროს დანიშნოს პროცესი და კიდევ ძალიან ბევრი სხვა ესეთი ფუნქციები, რომელიც სტატისტიკა ვახსენე და სტატისტიკაც ძალიან კარგი იქნება, რომელიც სასამართლოს ძალიან დაეხმარება, რომ სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს მართლმსაჯულება. ბატონო ვალერი, ნამდვილად ბევრი ძალიან საინტერესო ნიუანსია, მათ შორის, ახლა თქვენ როდესაც საუბრობთ, ჩემთვის მოვინიშნე ასეთი რამ, აი ოქმი. სხდომის ოქმი. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მიიღოს გულშემატკივრობა თუნდაც იმ ადამიანმა, ვისაც შეხება შეიძლება კონდეს ამ საქმესთან, მიიღოს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობდა სხდომა. რა თქვა ადვოკატმა, როგორ დაიცვა მხარე და ასე შემდეგ. ისეთი ნიუანსებია, რომელიც შემდეგ შეიძლება რაღაცა სხვანაირად ვეღარ გამოიყენოს, თუნდაც იგივე ადვოკატმა, ხო?
როდესაც ხელის გულზე ეგრე ეკრანზე ექნება ამ სხდომის ოქმი. მაგრამ აქ ერთი ასეთი კითხვა შეიძლება გაჩნდეს და ვიდრე ჩვენი მსმენელები დარეკავენ, მე დაგისვათ ასეთ შეკითხვას. რამდენად გარანტირებულია კონფიდენციალურობა? რამდენად იქნება არ უნდა ადამიანს რომ ეს მისი საქმე ინტერნეტის მეშვეობით ვიღაცამ სხვამაც ნახოს. რამდენად არის დაცული თვითონ მოქალაქე? რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდათ, ვინაიდან ჩვენ დაუშვებელად მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა და ეს გამოიყენოს მე შეიძლება ვთქვათ მისი რაღაც ან ჩემმა კოლეგებმა შეიძლება გამოიყენონ. ვთქვათ, აი თქვენ თურმე სასამართლოში დავაგქონიოთ თქვენ მეზობელთან რაღაცა 3 კვადრატული მიწის ნაკვეთის თაობას. ეს ჩემი პირადი პრობლემაა და ნამდვილად არ არის არავის ინტერესი არ უნდა იყოს ამაში, რომ თქვათ მე ეს საჯარო გახდეს. რა თქმა უნდა, ეს დაცულია კონფიდენციალობა და კონფიდენციალობის დაცვას უზრუნველყოფს პროგრამის დაცვის სისტემა, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდის მეშვეობით შეიძლება პროგრამაში წვდომა და მოქალაქე როდესაც არჩევს შემოიტანს, მას ეს საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭება და ეძლევა. მხოლოდ ამ მოქალაქეს შეეძლება. მხოლოდ ამ მოქალაქეს. ან მის ადვოკატს, ხო? მხოლოდ ამ კოდის მფლობელს. ან მოდი ესე ვთქვათ, რა ეხლა თუ ეს მოქალაქემ დაკარგა იგივე თქვათ პლასტიკური ბარათის დაკარგვის მაგვარად შეიძლება ავიქოთ და შეიძლება მან დაარეკოს და თქვას რომ მე დავკარგე ეს კოდი და გთხოვთ დამიბლოკეთ ან შემიწვევით და ჩვენ ამას შევუცვლით და სხვა მოქალაქე ვეღარ შევა. ეს შემთხვევა არ ქონია, მაგრამ თეორიულად ესე შეეძლებელია. ანუ ამ კოდის მფლობელი შეუძლია და შემოვიდეს და ნახოს მხოლოდ მის წარმოებაში არსებული საქმე და არავითარ შემთხვევაში სხვა საქმე. და მხოლოდ კოდის მფლობელს შეუძლია. მხოლოდ კოდის მფლობელს და ვისაც კოდი არ აქვს, ის თავისთავად ხადია, მხოლოდ ბანერს ნახავს რომ სააპელაციო სასამართლოს აქვს ასეთი პროგრამა, მაგრამ იმის შიგნით ის იქ ვეღარ შევა. აი ეს არის მექანიზმი, რომელთაც ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ გარანტირებული იყოს კონფიდენციალობის ხარისხი და რა თქმა უნდა მოქალაქეს არ უნდა ქონდეს იმის შიში, რომ პროგრამის მეშვეობით მისი პირადი საკითხები, ასე ვთქვათ, საჯაროდ გახდება. დიდი მადლობა. მე შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ვალერი ცერცვაძე, გახლავთ ღია სტუდიის სტუმარი, ის მზადაა თქვენს კითხვებსაც უპასუხოს ჩვენო პატივსრემლო და ძვირფასო მსმენელებო, თუ გაქვთ ამის სურვილი, დარეკეთ 40 91 92 და 40 92 92. ძირითადად ახალ პროგრამაზე საუბრობს ბატონი ვალერი, მაგრამ ფაქტობრივად საკითხები ამოწურა საქმეთა მართვის პროგრამასთან დაკავშირებით, თუ კი რაიმე კითხვა გაჩნდება, ბუნებრივია ის მზადა ამ კითხვას უპასუხოს, მაგრამ ჩვენ გვინდა სხვა საკითხებსაც შევეხოთ. ბატონი ვალერი, თქვენის ნებართვით ვისარგებლოთ თქვენი აქ ყოფნით. ჯერ ერთი შევახსენებ მე ჩვენს მსმენელებს, რომ ერთ-ერთი თქვენი ბოლო გამოსვლისას ჩვენს პროგრამაში საუბარი გქონდათ ძალიან საინტერესო სიახლეზე. მოდით მე შეიძლება პირობითად გამომივიდეს, ახლა სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეთიკის კოდექსი ერთგვარი, ხო? კომუნიკაციის სტანდარტები, ხო, რომელიც კომუნიკაციის სტანდარტები. აი ეს უკვე იმ პერიოდში, როდესაც თქვენ მობრძანით ინერგებოდა, როგორ დაინერგა და როგორ მუშაობს სასამართლოში ეს კომუნიკაციის სტანდარტები? რაც შეეხება კომუნიკაციის სტანდარტებს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი დოკუმენტი გამოგვივიდა. მისი დანერგვაზე ჩვენ საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა გავწიეთ და ყოველ შემთხვევაში რაც ჩემთვის ცნობილია, მოქალაქეები აშკარად კმაყოფილი არიან სასამართლოს მომსახურებით, აშკარად პროგრესი შეიმჩნევა და განსხვავება შეიმჩნევა. მე ვერ გეტყვით, არ მინდა ვთქვა, რომ სასამართლოები ადრე ძალიან ბიუროკრატიული იყო, სხვადასხვა არ იყო სასამართლოები სხვა უწყებებთან შედარებით ბიუროკრატიული კიდევ უფრო თქვათ კარგად გამოიყურებოდა სასამართლო. თუმცა ამ სტანდარტების შემოღების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ჩვენ ჩავატარეთ სპეციალური ტრეინინგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეგიდით ყველა რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეს, კანცელარიის უფროს და ასე აპარატის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრეინინგი და გააცნეს თუ როგორ უნდა მოხდეს მათი დანერგვა, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება. ჩვენ შევმუშავეთ სპეციალური ფორმა, რომელთაც მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ამოწურა მოკლე ინფორმაცია თუ რას ნიშნავს ეს სტანდარტები და რა უფლებამოსილებას ანიჭებს მას და რა ვალდებულებას აკისრებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ თქვათ, როგორ უნდა დახვდეს სასამართლო მოხელე, როგორ უნდა მიიღოს ის და თუ კი ეს ასე არ მოხდება, მოქალაქე კონფლიქტში არ უნდა შევიდეს თანამშრომელთან, მას შეუძლია მარტივად
სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელთან, კანცელერიის ხელმძღვანელთან, მანატურის უფროსთან კომუნიკაცია დაამყაროს, ან წერილი მიწეროს განცხადება, ან პირადად შეხვდეს და მის პრობლემასთან დაკავშირებით უთხრეს და შემდგომში სასამართლოს აპარატი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას იმ მოქალაქეს, იმ მოხელის მიმართ, რომელმაც დაარღვია ეს წესი. Რა თქმა უნდა, ეს არ აძლევს მოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ თვითონ იყვნენ უხეშები და თვითონ დაარღვიონ წესრიგი, ამისთვის არსებობს კიდევ სპეციალური წესები და ნორმები, რომლებიც თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ ასევე მან უნდა დაიცვას ეს ეთიკის ნორმები. ანუ ეს ყველაფერი აგებულია ურთიერთპასუხისგებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, რაც ყველაზე მთავარია და მე ვფიქრობ, რომ მართლაც რომ ჩვენთვის ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლოში სწორედაც რომ ეს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა იყოს წინა პლანზე. მადლობთ, ბატონო ვალერი, ესე იგი ჩვენ ვახსენეთ უკვე ასეთი ტერმინი, ხო? მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება. აი, რა სიახლეებს გეგმავთ ახლო მომავალში და რა სიახლეები არის აი ახლა თუნდაც რაც ჩვენი მსმენელებისთვის სიახლე იქნება, სწორედ აი ამისათვის, მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისათვის. აი რაც შეეხება სიახლეს პრინციპში ეს ერთგვარად უკავშირდება ასევე ამ მოქალაქეების ინტერესების კიდევ უფრო ინტენსიურად წარმოჩენას სასამართლოში და მაგალითად ჩვენი საიტის მეშვეობით მოქალაქეებს თავაზობთ განრიგს თუ რომელი სამარშრუტო ასე ვთქვათ ავტობუსი იქნება თუ სამარშრუტო ტაქსი მოდის სააპელაციო სასამართლომდე. ეს ერთგვარი სიახლეა. ჩვენ რეალობაში რო გვინდოდეს მაგათ რომელიღაც უწყებაში მიმართვა და ვცხოვრობ რომელიღაც ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ან თუნდაც პერიფერიაში, შეიძლება უცბად ვერ მივხვდე როგორ მივიდე იქ, მაგრამ შევალე საიტიდან ვნახავ რომ მარშრუტი რომელი მიდის ჩემი ადგილიდან და ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობა არის მათთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა და თავმოყრილი ბაზა იმისა რომ თუ სად შეიძლება იურიდიული ლიტერატურის მოძიება. სააპელაციო სასამართლოს აქვს თავისი მოგზაურებული ბიბლიოთეკა, რომელსაც თრითით დღე ჩვენ ვზდით და გვინდა კიდევ უფრო სერიოზული ბიბლიოთეკა იყოს. აქ დაცულია როგორც ნაბეჭდი წიგნები, ასევე ელექტრონული წიგნები არის დაცული და ასევე სახელიდან გაუსვლელად შეიძლება ვთქვათ რომელიღაცა საინტერესო საკითხზე ელექტრონული წიგნი იხილოს თემატიკის მიხედვით მოქალაქემ. ეს ძალიან კარგია და ასევე თავაზობ ჩვენ ვის მიუწვდება ხელი ამ ნებისმიერ მოქალაქეს. საიტზე ჩემს რა თქმა უნდა ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე მას შეუძლია იხილოს ასევე საქართველოში მოქმედი ყველა ესეთი ძლიერი ბიბლიოთეკის ელექტრონული მისამართი, ვინც თავაზობს ელექტრონული სერვისის მოქალაქეებს, ასევე აქედან შეუძლია პირდაპირ გადავიდეს, ვინც არა პირდაპირ მისამართი იქნება, ვებგვერდი იქნება და იქიდან დამატებით ინფორმაციას მერე გაიგებს. ძალიან უნიკალური შესაძლებლობა შევთავაზოთ ჩვენ მოქალაქეებს, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოში მოქმედი ყველა ადმინისტრაციული ორგანოს საკონტაქტო მონაცემების ცნობარი. მე თვითონ ვარ ამ პროგრამის მომხმარებელი და ძალიან აქტიურად ვიყენებ, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება თუ თქვა ადმინისტრაციული ორგანოა, თუ მაინტერესებს მისი ვებგვერდი, ტელეფონი, მე აღარ ურეკავ მარტივად ჩემს რეფერენს და არ ვეუბნები თქვა ის ტელეფონი გამიგი ან დამაკავშირებ, პირდაპირ მე შემიძლია ვნახო, შევიდე მის ვებგვერდზე და ტელეფონი გავიგო და ასე ვთქვათ გამოვიყენო პრაქტიკაში და წარმოვიდგენ რამ ხელაზე რამდენიმე წამში და წარმოვიდგენთ რა დონეზე შეუწყობს ეს მოქალაქეებს ხელს, რომ ნებისმიერ საკითხზე ასე თავმოყრილი ინფორმაცია ერთად მიიღოს. თავისთავად ცხადია ამის გაგება შესაძლებელია დღეს დიდხანს უნდა იჯდე ინტერნეტში ტოპ-ჯზე შეხვიდე თქვა მიცე სამთავრობო დაწესებულებები და ზოგი გამოვა, ზოგი არ გამოვა, თქვა ვიღაცა შეეკითხო რაღაც სხვადასხვა მეთოდებით მოიძიო, ბოლოს დარეკო სპეციალურ ტელეფონებზე, რომელიც სთავაზობს სერვისი საკმაოდ ძვირი სხვათა შორის. ბოლოს აღმოაჩინა თურმე საკმაოდ ძვირი სიამოვნებო ყოფილა ეს ყველაფერი, მაგრამ სააპელაციო სასამართლო ამ ყველაფერს სთავაზობს მოქალაქეს უფასოდ, შემოდის და ის ამ ინფორმაციას მიიღებს. უფრო მეტად ჩვენ შეგვიძლია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია შეუსრულოთ და მათ მიუთითოთ თუ რომელი უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები მოქმედებენ ქვეყანაში და რომელი სად მდებარეობს და როდესაც მოქალაქეს აინტერესებს მიიღოს უფასო იურიდიული კონსულტაცია, ჩვენი საიტის მეშვეობით ის გაიგებს, რომელი არის უახლოესი მისთვის სპეციალური იურიდიული დახმარების ცენტრი და მიმართავს და იქიდან მიიღებს შესაბამის კონსულტაციას. ეს ყველაფერი ძალიან ასე ვთქვათ ერთად თავმოყრილი ჟღერს საკმაოდ საინტერესოდ მოქალაქეების განსაკუთრებით და ჩვენც ერთგვარი სიამაყეს განცდით ვართ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოქალაქეებს არა მხოლოდ ის უთხრათ, რომ თქვენ მხოლოდ კანონად დაიცვათ და თქვენ თუ კანონით არაფერი არ დაგიშევებიათ, თქვენ სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ასე შემდეგ, არამედ ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ თქვენ არ გძალგით თავი დაიცვათ და თქვენ არ ყავთ კარგი ადვოკატი, არ გაქვთ თანხები იმისთვის, რომ თქვათ ადვოკატს მიცეთ, ჩვენი მეშვეობით მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენ თვით დაცვის
რეალიზაცია მოახდინოთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის სპეციალურ სოციალურ დაუცველთა რეესტრში, იქიდან სპეციალურ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს აქვს პროგრამა, რომ მას უფასოდ დაეხმაროს, მაგრამ ადამიანმა არ იცის ეს სად დაეხმარებიან. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით მიბრძანეთ იქ და თქვენ აქ დაგეხმარებიან. და არა მხოლოდ ამ რეესში მყოფი ადამიანები საკმაოდ ბევრს ჭირდება დახმარება, იგივე იურიდიული, მე შემიძლია ბატონო ვალერი ჩვენი პრაქტიკიდან დავასკვნა, იცით? აი, როდესაც იურიდიული კონსულტაცია გვაქვს სამშაბათობით ძალიან ესეთ საინტერესო აქტუალურ საკითხებზე, უამრავი ზარი შემოდის, ესე იგი არის ამის მოთხოვნა. და კარგია რომ თქვენც თავაზობთ ამას მოქალაქეებს. სახლიდან გაუსვლელად, როდესაც შეიძლება ამის გაკეთება, ეს ხარჯების დაზოგვაც არის, მით უმეტეს თუ იურიდიული კონსულტაცია არის უფასო, ან ტელეფონით, ან ინტერნეტის მეშვეობით, ხო? რასაკვირველი ეს არის საუკეთესო თანამედროვე შეთავაზება. კიდევ ესე იგი რა გვინდა გავარკვიოთ დღეს და რაზე ვესაუბროთ ჩვენს მსმენელებს. აი, ვისაც სასამართლოსთან ურთიერთობა არ ქონია. აი მათთვის სასურველი და სასურველი იქნება რომ არ დაჭირდეთ, მაგრამ აი თუ დაჭირდა სასამართლოსთან ურთიერთობა, სად, როგორ, რომელ ინსტანციაში იწყება ეს ურთიერთობა და სად გრძელდება და როგორ? რაც შეეხება სასამართლოსთან ურთიერთობას, მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული, რომ მან საკუთარი ინტერესები დაიცვას სასამართლოში, თუ კი რა თქმა უნდა ჩათვლეს ის, რომ მისი ინტერესები შელახული იქნა, ხელყოფილი იქნა და ამისათვის არსებობს სასამართლო დაწესებულებები. ჩვენ სასამართლოები გვაქვს 3 ინსტანციის სასამართლოები, ეს არის პირველი ინსტანციის ქალაქის ანუ რაიონული სასამართლოები. შემდეგ არის სააპელაციო სასამართლოები, რომლებიც ორი სასამართლო, ერთი არის აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ თბილისის, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილს ემსახურება საქართველოსი და მეორე არის ქუთაისში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ემსახურება და რა თქმა უნდა საბოლოო ინსტანცია გახოთ უზენაეს სასამართლო და მან უზენაეს სასამართლოში შეიძლება გაასაჩიროს ეს აპელაციის გადაწყვეტილება. მე ხა დეტალურად ამ პროცედურებს აღარ ჩამოყვები, მაგრამ პირველ რიგში, როდესაც სასამართლოს მიმართვა იწყება, ეს არის პირველი ინსტანციის სასამართლო. მან იქ უნდა მიმართოს, ამისათვის არსებობს სპეციალური სასარჩელო განცხადების ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს, ეს ფორმა შეუძლია მიიღოს მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე, სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე, უზენაეს სასამართლოს ვებგვერდზე, თვითონ თუ მოვა სასამართლოში მას მიცემენ და მიაწვდიან. ეს საკმაოდ კარგი ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეს, რომ უფრო ადვილად მოახდინოს მისი აზრების გადმოცემა და იქ ჩაწეროს ის მისი მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც საჭიროა და ადრახშიათ იყო, რომ მოქალაქეებმა არ იცოდნენ როგორ დაეწერათ სასარჩელო განცხადება და ხანდახან ისეთ რაღაცებს წერენ, რომელიც სასამართლოს საინტერესო არ იყო და ხანდახან გამორჩევდათ ხოლმე ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სასამართლოს საინტერესებს და ჩვენ ასე ვთქვათ, მიუთითეთ იმას და ვეუბნებით ვთქვათ, რომ აი ამ საკითხის თაობაზე აქ უნდა ჩაწერო, თუ ამ რომელიღაც კონკრეტულ საკითხს დააყენებ, იქვე მოაყოლე შემტკიცებულება, რათა სასამართლოს არ გაუჭირდეს თქვენი სიმართლის აღქმა. აი სწორედ ამ სასარჩელო ფორმის შევსების შემდეგ იგი მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს აქვს 5 დღიანი ვადა, რომ საქმე მიიღოს წარმოებაში, ან დაუდგინოს ხარვეზე, ანუ თუ კი სარჩელი არასრულ ყოფილად არის შევსებული და რომელიღაც რეკვიზიტს არ აკმაყოფილებს, მაგ შემთხვევაში დგება ხარვეზის განჩინება და ეს ხარვეზის დანიშნულება გახლავთ ის, რომ სასამართლო მიუთითებს, ასე ვთქვათ, იურიდიულად გამართული ენით, რომ თქვენ უნდა შეავსოთ ხარვეზი, რაც გამოიხატება შემდეგში. მიუთითოთ მაგალითად თქვენი წარმოადგენლის მონაცემები, გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი, რომელიც კანონით გათვალისწინებული და უნდა დაადგინოთ, გამოკვეთოთ თქვენი მოთხოვნა, ან დააზუსტოთ თქვენი ჩამოაყალიბოთ კარგად თქვენი მოთხოვნა, მიუთითოთ მტკიცებულება და ასე შემდეგ ბევრი საკითხია, რომელიც ერთგვარ ორიენტირს აძლევს მოქალაქეს, რომ სწორედ შეავსოს სარჩელი და თუ კი სასამართლო ამას წარმოებაში მიიღებს, აი მხოლოდ ამის შემდეგ ერთვება მეორე მხარე, მასალები გადაეგზავნება მეორე მხარეს და იწყება საკითხი სხდომის მომზადებისთვის, მუშაობის სხდომის მომზადებისთვის. აი ეს პროცედურები წეგან აღწერდა, ეს ყველა პროცედურა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაწერილი გვაქვს ჩვენ, ეს ყველა პროცედურა შეუძლია მოქალაქემ ინტერნეტში ნახოს, ელექტრონული პოსტის მეშვეობით მიუძდეს ინფორმაცია, მობილურის მეშვეობით და ამიტომ მე მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ თავი არ შეიკავონ ელექტრონული პოსტის მითებისგან და მობილურის მითებისგან, პირიქით, ვისაც არ აქვს ელექტრონული პოსტა გახსნილი, სპეციალურად სასამართლოსთვის გახსენით, რათა თქვენ დაუყოვნელი მოგეწოდოთ ინფორმაცია ამის თაობას. მადლობთ. მე ჩვენს მსმენელებს უნდა შევახსენო, რომ ღია სტუდია მუშაობს ღია ეთერში.
ამის შეხსენება ალბათ საჭიროა. ახლა, როდესაც რადიო განსხვავებული ფორმატით მუშაობს 1 მარტიდან, ღია სტუდია დარჩა ღია ეთერში, თქვენი შეკითხვების მისაღებად მზად ვართ, თქვენი შეკითხვების პასუხის გასაცემად მზად არიან ჩვენი სტუმრები. დღეს ბატონი ვალერი ცერცვაძეა მზად, რომ თქვენს შეკითხვებს უპასუხო შენობა მსმენელებო, აი მსმენელია ხაზზე, მოვისმინოთ შეკითხვა. ანუ გისმენთ? ბატონო ვალერი, გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით. შეკითხვა მე თქვა თეორიულად მოვიგე საქმე და პრაქტიკულად ვაგებ. რა უნდა როგორ უნდა მოვიქცე? ეს რას ნიშნავს იქნებ და გამარტოთ? აი რაც ნიშნავს და ბინა არის გაყიდული. ხოდა ვერაფერს ვერ გააკეთებ პრაქტიკულად. რა თეორიულად იგებო და პრაქტიკულად აგებო. ხარა ძალიან რთული კითხვაა რა, ეს თეორიულად მოგება და პრაქტიკულად წაგება რას ნიშნავს გამიჭირდება ხა გითხათ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ სასამართლო არის სწორედ ის ადგილი და მოსამართლე არის ის ადამიანი, რომელსაც თქვენი არგუმენტები უნდა მაქსიმალურად წარუდგინოთ, თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ თქვენს მიერ მიყვანილი ფაქტობრივი გარემოები დაამტკიცოთ სასამართლოში, სამოქალაქო პროცესში ამის ვალდებულება თქვენ გეკისრებთ და თქვენი არგუმენტები თქვენ დაამტკიცოთ და მეორე მხარემ თავისი დაამტკიცოს, შეჯიბრებითობა გაიმართება და რომელსაც უფრო მეტი მყარი პოზიციები ექნება, იმის მიხედვით ხდება საქმის გადაწყვეტა, მაგრამ აი ახლა თქვენ რაც ახსენეთ, ხო, არის ძალიან სხვადასხვა რთული ნიუანსები, რომელზეც არის სპეციალურად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა და აი ესეთ თემებზე თქვენ შეგიძლიათ თქვათ რაღაც ანუ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებითი ხელმძღვანელოთ ასეთ ტიპის დავები როგორ არის გადაწყვეტილი ან ასე თქვათ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ კონკრეტულ დეტალებზე მე ხა ინფორმაცია არ მაქვს, მეც გამიჭირდება დეტალური პასუხის გაცემა. 40-91-92 და 40-92-92 ეს გახლავთ ღია სტუდიის ტელეფონების ნომრები, ასე რომ შეგიძლიათ დაარეკოთ ბატონ ვალერის დაუსვათ შეკითხვები. ბატონ ვალერი, თქვენ ისაუბრეთ უკვე სასამართლოსთან ურთიერთობა, როგორ იწყება, რომელ ინსტანციაში უნდა მიმართონ და რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვისაც რაიმე საჭიროება აქვს სასამართლოში მისვლა, ვისაც ჭირდება. მაგრამ არ ვიცი მართალი გითხრათ, შეიძლება მე გავუმჩა, შეიძლება ცალკე კითხვა უნდა დავსვას ამისოთ. ეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არის აუცილებელი მიმართვა, ეს ბრძანეთ თქვენ თუ არა არ მახსოვს და იქნებ უთხრათ ჩვენს მსმენელებს. ეს მოპასუხის ადგილის ამყოფელის მიხედვით უნდა მიმართონ სასამართლოს, ვის წინააღმდეგაც შეაქვს სარჩელი, იმის მიხედვით უნდა მიემართოს სასამართლოს და ამის შემდეგ ეს არის ერთგვარი სასამართლო განსჯადობა, რომელიც კანონში არის მოცემული, თქვათ, რომელიც სასამართლოს განსჯადია, რომელი საქმეები და აი ამის მიხედვით ხდება ამის გადაწყვეტა. ესე იგი, თქვენ რომ ბრძანეთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა მივიდეს მოქალაქე, ხო? იქ რომ მივა და ეტყვის, რომ აი ასეთი სარჩელი მინდა შემოვიტანო, შეიძლება იქვე ეტყვიან, რომ ჩვენთან კი არა უნდა შევიტანოთ. ესე იგი ანუ ამ დონეს ინფორმაციას და კონსულტაციებს სასამართლო გაუწევს და ეტყვით, რომ თქვა თქვენ შეგიძლიათ კი რა თქვენ სხვაგან უნდა მიმართოთ, მაგრამ თუ მიუხედავად ამისა, ან პოსტით შემოვიდა საკითხი სარჩელი, ან თქვა ვერ მიიღო მოქალაქემ ეს ინფორმაცია, მაშინ ამის თავაზე უკვე სასამართლო იმჯელებს და სასამართლო გადაწყვეტს არის თუ არა მისი განსჯადი, თუ არ არის მისი განსჯადი გადაუგზავნოს შესაბამისად განსჯადს სასამართლოს, თუ კი თქვა ამ განსჯადობაზე მაინც კვლავ დავა წარმოიშვება, მაშინ უკვე ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლოს განსჯადი არის კონკრეტული საკითხი. ჩავრთოთ კიდევ ერთი მსმენელი. ალო? ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნო იყოს კომფორტული ცვლილებები, მაგრამ არც მანამდე იყო თუ აღსრულდებოდა ამ კომფორტის გარეშეც ვიქნებოდით კმაყოფილი უზენაეს სასამართლოს მიერ სამართლიანად ისა სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართლიანად გამოტანილი გადაწყვეტილებები აღსრულდეს და ამ კომფორტის პრეტენზია ნამდვილად არ გვექნებოდა. მთავარია აღსრულება, თორემ ეს კომფორტი ბევრს არაფერს ნიშნავს და აი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, ვის უნდა მიმართო ერთი კვირის წინ, იგავებით რომ არ ვილაპარაკო კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანო. კი ბატონო. ერთი კვირის წინ საინფორმაციო წყაროების მიერ იქნა გაშუქებული კრიმინალური შემთხვევა, თაღლითების ჯგუფი აიყვანეს და იყო ესეთი არაერთგზის ნასამართლები ნუგზარ სულამანიძე, რომელიც თაღლითობის გამო აიყვანეს და მე გახლავართ დაზარალებული, რომელიც ჩემს საქმე ეს პიროვნება ჩემს საქმეშიც მონაწილეობდა და ჩემი საქმე არის
სააპელაციომ გამოიტანა და დააკისრა ისევ პროკურატურას და დღემდე ძიებაშია და სხვა საქმეზეა ეს პიროვნება აყვანილი და მინდა იქ მივიდე და ვიმონაწილეო რომ აი ჩემი საქმეც დაემატოს რომელიც დღემდე ძიებაში ერთ-ერთი დაზარალებული რო ვარ და აი სად უნდა მივაკითხო თქვენი საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით ძიებაშია უკაცრავად ჩემი საქმე მეც ვარ დაზარალებული ორგანიზებული თაღლითების მიერ მუქარის მუხლით აღიზრა და გამოიკვეთა ორგანიზებული ჯგუფური თაღლითობა. შეწყვეტილი იქნა და შემდეგ გავასაჩივრე ჩვენ საქალაქო სააპელაციაზე და მოვიგეთ და ისევ დაეკისრა. პროკურორი გაანთავისუფლეს. გამომძიებელი ადვოკატად მუშაობს. ისეთი დარღვევები აქვს, რომ როგორ შეიძლება კრიმინალი იყოს ადვოკატი. გამომძიებელი, რომელმაც თანამდებობა ბოროტად გამოიყენა. საქმე მე ზეპირ სიტყვერად არ ვლაპარაკობ. საქმეში არსებული მასალის მიხედვით ვამბობ და შემიძლია დავასახელო სისხლის სამართლის საქმე ნომერი 0105-106-6. არაფერი მაქვს დასამალი და იქ ძალიან ბევრი პიროვნებაა. თვითონ დირიჟორი და დამკვეთი ბორის ჭილდიანი და თავისუფალი პასუხისგებაში არ არის და ერთ-ერთი შემსრულებელი ნუგზარ სულამანიძე რომელიც მღვდელს წვერის გაპარსვით ემუქრებოდა და ზეწოლას ახდენდა და მონასტერში თარეშობდნენ და ზეწოლას ახდენდნენ და ძალიან გამანადგურეს და დამაზარალეს მორალურად აუყვანიათ სხვა საქმეზე. აი ზუსტად წინა სამშაბათს იყო კურიერში გადმოცემული და ყალბის აბუთების დამზადებაზე და მინდა მივიდე და იქ ეს ჩემი საქმეც შევახსენო იქნება იმის საქმე აი ეს მაინტერესებს. კარგი. მადლობთ ქალბატონო ვიდრე უპასუხეთ ბატონო ვალერი მეორე მსმენელის გველოდება ეს კითხვას მოვინიშნოთ. ალო? ალო? ბატონო? გამარჯობა. გამარჯობა. მიცით რაშია საქმე? 3 წელია მიმდინარეობს პროცესი. ქალაქის სასამართლოში მოიგო და უზენაეშიც გადაგზავნეს და ეუბნებიან რომ კი თეორიულად მოგებულია, მაგრამ პრაქტიკულად არ იციან და ხელი უნდა მოეწერა აქამდე და 3 თვეა აჭიანურებს ხელს არ აძლევს. სად იმყოფება ამჟამად? ბატონო? სად იმყოფება საქმე ამჟამად? უზენაეს სასამართლოში. კარგით. რაიმე რეკვიზიტები დატოვოს ჩვენს რეჟისორთან თუ? უკაცრავად არ მესმის. ბატონო ვალერი. არა, რამე კითხვა ხო არ გაქვს? თუ დატოვებს ცუდი არ იქნება დაინტერესებული. არა, უბრალოდ უზენაეს სასამართლოში ძალიან გაჭიანურდა. კარგით, ქალბატონო, რედაქტორთან დატოვეთ თქვენი კოორდინატები. მადლობთ რომ დარეკეთ. ბატონო ვალერი, რას უპასუხებთ ამ ქალბატონს? აი, ბოლოდან დავიწყოთ მაშინ. კი ბატონო, როგორ ზნება? ამ ქალბატონს გავცემდი პასუხს. უზენაეს სასამართლოში თუ არის ახლა ეს საქმე უზენაეს სასამართლოს აქვს 6 თვიანი განხილვის ვადა და აქედან გამომდინარე თქვა შესაძლებელი არის რომ ეს 3 თვეში ეს გადაწყვეტილება ვერ ყოფილიყო გამოტანილი ვინაიდან უზენაეს სასამართლოში ბევრი საქმეებია თუმცა თუ ეს მონაცემები მექნება შესაძლებელია თქვა გადაინტერესდეთ და რამეს ხო ხელშემშლელი გარემოება ხომ არ არის ეხლა რაც შეეხება პირველი შემთხვევას ხო მე მესმის ამ ქალბატონის ესეთი ძიმე მდგომარეობა, როგორც მე დასკვნა გამოვიტანე ამასთან დაკავშირებით საქმე ეხლა უკვე კვლავ ძიებაშია, ერთ პერიოდის შეწყდა, მაგრამ მე სასამართლომ თქვა რომ არასდროს შეწყდა, ეხლა ძიებაშია და თუ ეს ადამიანი ეხლა დააკავეს ოღონდ სხვა საქმეზე, ჩემი ვარაუდით მისი საქმის გააქტიურების შანსები უფრო მეტია. ვინმე ის როდესაც ძებნელი ადამიანი და ინფორმაციის მიღება უფრო ნაკლებია ხოლმე. ანუ ამ ქალბატონმა პირველ რიგში ჩემი აზრით უნდა მიმართოს ისევ გამოძიებას პროკურატურას და კიდევ ერთხელ უნდა შუამდგომლობით თქვა მიმართოს რომ ჩემს საქმესთან დაკავშირებით თქვა აქტიური პროცედურები განახორციელოთ ან მოითხოვოს ამ საქმეების გაერთიანება, რაზეც შესაბამისად პროკურატურა გაცემს კომპეტენტურ პასუხს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, რადგან ეს ადამიანი დააკავეს ამ საქმის უფრო ინტენსიურად წარმართვის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. დიდი მადლობა ბატონო ვალერი ჩვენ ქონია და სხვა შორის არაერთი გადაცემა აღსრულებასთან დაკავშირებით და აი ამ ქალბატონმა აღსრულებაზეც გააკეთა აქცენტები ვიცი რომ თქვენ არ გიხებათ მაგრამ იქნებ მაინც თქვათ რამდენიმე სიტყვა ამის თაობას რაც შეეხება აღსრულებას ესეც არის იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია და რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ვისაუბროთ ჩვენ ობიექტურ მართლმსაჯულებაზე თუ კი შესაბამისად არ მოხდა მისი აღსრულება. აღსრულებას თავისი ძალიან ბევრი ობიექტური სუბიექტური მიზეზები ახლავს ხოლმე, მაგრამ ჩემი მხრიდან, ასე ვთქვათ, ამ დეტალებზე საუბარი არც კორექტული იქნებოდა და არც მაქვს შესაბამისად იმდენი ინფორმაცია, თუმცა ერთ ინფორმაციას კი მივაწვდი, რომ დღეს საკმაოდ აქტიურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში კერძო აღსრულების ინსტიტუტი, რომლებმაც ძალიან კარგ წარმატებებს მიაღწიეს და ასე ვთქვათ
სერიოზული შედეგებიც აჩვენეს მოსახლეობასთან. მას შეუძლია ასევე კერძო აღსრულების ინსტიტუტიც გამოიყენოს, იქნებ ამ მეთოდით მაინც მიაღწიოს, რომ აღსრულდეს მისი გადაწყვეტილება. რასაკვირველია, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება არის უმთავრესი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ისე საუბარი მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების თაობაზე იქნება ალბათ ფუჭი, ხო? თუ კი აღსრულებაც არ იქნა ანალოგიური, ისეთივე სამართლიანი დაუშვათ, როგორც იქნება განაჩენი გამოტანილი. ფაქტობრივად ორი რამე არის. ერთი გააჭიანებული მართლმსაჯულება, ფაქტობრივად მართლმსაჯულებაზე უარს ნიშნავს და მეორე მიღებული გადაწყვეტილება და აუხსრულებელი ასევე მოქალაქისთვის არანაირ ასე ვთქვათ დაცვის იმას არ ეძლევა გარანტიას. დრო გვეწურება ბატონო ვალერი, ერთი მსმენელი კიდევ ჩართოთ, მე ამასაც ვიტყვი რომ ეს არის დღევანდელ გადაცემაში ბოლო ზარი და სხვა მსმენელებს ბოდის მოუხდი, ვისაც სურვილი ქონდა რომ დაგგვაფშირებოდა, ჩართოთ, ალო? ალო. დიახ. გამარჯობა თქვენ. გამარჯობა. მე ხლა რაც ვთქვა, ცოტა ნუ შემაწყვეტინებთ. ლაპარაკი შეგიძლიათ დამეხმაროთ. საქმე იმაშია რომ მე პირადად დიახ. აბსოლუტურად ჩემი უხსოვარი დროიდან ვიდევნები სამართალწარმოების მხრიდან. სამართალწარმოებლების მხრიდან რას ნიშნავს? ნუ სამართალს ვინც აწარმოებს ისე მე შემოკლებით თქვი. ძალოვანების მხრიდან? დიახ. ამას ჩართულები არიან მეზობლები. ჩემი ცხოვრება მოვდივარ სულ გაჭირებული და ისე იგი ვერცად ვერაფერი დამილაბარაკნია. აბსოლუტურად. განცხადება შემაქვს, არ ღებულობენ, თუ ღებულობენ, რაღაცა უაზრობად პასუხობენ. ეგ ყველგან მოვდივარ, ეს შეთქმულება მე შევნიშნე 1994 წლიდან შევნიშნე და ეს ადრე მომდინარეობდა ალბათ. ხო, არის ჩემზე პოლიტიკური დევნა. ეს ნახდათ ვიცი, აბსოლუტურად პოლიტიკური დევნა. ალო? არ ვიცი რა შეიძლება ურჩიოთ, გაგვეთიშა ტელეფონი როგორც რეჟისორი მანიშნებს, მაგრამ რა შეიძლება ურჩიოთ? ერთადერთი ალბათ ისევ სასამართლოს რომ უნდა მიმართოს, ხო ბატონო ვალერი? მე როგორც დასკვნა გამოვიტანე, ამ ადამიანს ალბათ სასამართლოსაც მიმართული ექნება. მაგრამ არ იღებენო განცხადებასო, რაღაც არასერიოზულად აღიქვამენო. ხო და ის სამწუხაროდ ეს ტექნიკური პრობლემის გამო რომ ვერ მოусმენთ ბოლომდე, თორე უფრო კომპეტენტურად გავცემთ პასუხს. კარგით, მაშინ ვინაიდან დრო ამოგვეწურა და სულ 2 წუთი გვჭება, იგივე საქმეთა მართვის პროგრამასთან დაკავშირებით ან სხვა რაიმე ესეთი ნიუანსი ხომ არ გამოგჩა, რომ შევავსოთ ერთგვარად, ან თუნდაც ერთგვარ რეზუმე გავაკეთოთ დღევანდელი საუბრის ბატონო. მე ვფიქრობ გავაკეთოთ ახლა ჩვენი დღევანდელი საუბრის რეზიუმე და იმეც გამოთქვა, რომ დღევანდელი გადაცემით კიდე ძალიან ბევრი მოქალაქე გაიგებდა თუ როგორი სერვისი არსებობს სააპელაციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სასამართლო მიმუშაოს მაქსიმალურად ეფექტურად, სასამართლოდან ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს არ გაუჭირდეთ და პირიქით მათ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი ამ ყოველივეში და რა თქმა უნდა სასამართლოსა და მოქალაქეების ურთიერთობა და ასე თქვათ თანხმედრი მოქმედებები ხელშეუწყობს იმას, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, ობიექტურად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შედის ნამდვილად ქართული მართლმსაჯულების ინტერესებში და ჩვენს მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი ემსახურება რა თქმა უნდა სასამართლო სისტემის რეფორმირებას და ქვეყანაში ობიექტური და სამართლიანი სასამართლო სისტემის ფორმირებას. მე აქვე მოკლედ ინფორმაციას გეტყვით, რომ უკანასკნელი კვლევები, რომელიც ჩატარდა საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, აჩვენებს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა კვლავაც დღითიდღე იზრდება. და განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოში ნამყოფი არიან, თითქმის ერთხმად აღიარებენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ობიექტური. თუნდაც ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თითქმის 75% აღარ საჭირდება,
ეს ძალიან სერიოზული არგუმენტია იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ნამდვილად არის. ისე იქნებ სტატისტიკა გითხრათ ადრე როგორ იყო? აი დაახლოებით 10 წლის წინ. აი 10 წლის წინ სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე გეტყვით, რომ ალბათ ეს ციფრი შეიძლება საპირისპიროც ყოფილიყო. ანუ უფრო მეტი საჩივრდებოდა 25-75-მეზე ოღონდ მე გეტყვით, რომ ფაქტობრივად გასაჩივრების მაჩვენებელი ქრონიკულად თითქმის თანაბარიც კი იყო ყველა ინსტანციაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესე იყო ჩვენ ქვეყანაში მოწყობილი, რომ პირველ ინსტანციაში ერთმა მხარემ აჯობა არა სამართლებრივი არგუმენტებით, არამედ ნაცნობებით ან თქვათ მატერიალური შემოსავლებით, მეორე ინსტანციაში მეორემ გადაუგრიხა ხელები, მესამე ინსტანციაში კვლავ პირველმა იმძლავრა, მე კვლავ დაბრუნდა და მოკეთ მთელი ესეთი სიტუაცია იყო და საქმე წლები გრძელდებოდა 5-6 წელი, 10 წელიც გაგრძელებოდა საქმე აი ამ ყველაფრის გამო, მაგრამ დღეს ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ პირველ ინსტანციის სასამართლოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ენდობა მოქალაქეების დიდი ნაწილი ხვდება, რომ მას არ ქონდა სამართლიანი პოზიცია. 75% ძალიან სერიოზული. ამიტომაც წააგო, ეს ციფრი ცოტა უფრო ნაკლებია გასაჩივრების ასე ვთქვათ სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან აპელაციიდან უზენაესამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი და ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მაინც მოდი იქაც გავასაჩივროთ, თუმცა გეტყვით, რომ სამოქალაქო საქმეების მხოლოდ 30% საჩივრდება აპელაციიდან, სისხლის სამართლის საქმეების მხოლოდ 32-33%, ცოტა მეტი ადმინისტრაციული საქმეების მაჩვენებელი, მაგრამ თლიანობაში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს 30% არის იმ 18%-დან, რომელიც პირველ ინსტანციიდან გასაჩივრდა, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ უზენაეს სასამართლომდე ალბათ პირველ ინსტანციიდან მხოლოდ რამოდენიმე პროცენტიღა მიდის გასაჩივრებული. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლოში რეფორმა მართლაც წყობრად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენთან თავის დამშვიდების საშუალებას და არ ვფიქრობთ, რომ რეფორმა აღარ უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა გაგრძელდეს კიდევაც. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი იყოს ძალიან მაღალი, ობიექტურობასთან ერთად ასე უნდა იყოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის და რა თქმა უნდა სასამართლოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ ნაფიც-საჯულთა სასამართლო და მოქალაქეები თვითონ ჩაერთონ კონკრეტული განსასჯელის ბედის გადაწყვეტის საკითხში და ასევე ჩვენ გვინდა, რომ მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნონ უადოდ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია და ბერკეტია, რომ მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება მხოლოდ კანონს და შინაგან რწმენას დაამყაროს. დიდი მადლობა ბატონო ვალერი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ბატონი ვალერი ცერცვაძე სტუმრობდა დღეს ღია სტუდიას. მადლობას მოგესალმებით თქვენ და მადლობას მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ შეკითხვები დასვეს საინტერესო, ვინც ვერ დაგვირეკა და გვისმინა, მათაც დიდი მადლობა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, რომელიც ასეთი იყო: ლია ციკლაური, ლელა ვაშაკიძე, თინა ასამბაძე და გიორგი ჩოკოშვილი. ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა. Студия.